ზესტაფონში ისევე როგორც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დილიდან გადაუღებლად თოვს. საბავშვო ბაღების უმეტესობაში შეჩერებულია სასწავლო სააღმზრდელო პროცესი. მუნიციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღში განახლდა დღეს სასწავლო სააღმზრდელო პროცესი, 31-ში შეწყდა მოამინდობის გამო და ბავშვების გამოუცხადებლობის გამო. სასწავლო პროცესი შეწყდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის სკოლაშიც. გაცდენილი საათები, როგორც გვეუბნებიან, ყველგან შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. რაც შეეხება სატრანსპორტო ვითარებას, ქალაქსა და სოფლებში ცენტრალურ უბნებში გადაადგილება საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტისთვის თავისუფალია. ქალაქში ყველგან გაწმენდილია ნორმალურად არის. სოფლებისკენ სოფლებში რა ყოფილს დაბალი გამავლობიანია ჩემი და არ მინახია ყოფილი. ნაროც გაწმენდილი საქოლები. პრობლემა არსებია გადაადგილებაში. მე რო გამოვედი არაფერში. სპექტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით ჩაწერა ასევე მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი და კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი. დილის დაახლოებით 3 საათი იქნებოდა დაახლოებით გამოვიყვანეთ წიმე ტექნიკა 5 ერთეული და შეუდექით ქალაქის გაწმენდას. გაიწმინდა როგორც ქალაქის ტერიტორია, ასევე კვალითი, მისასვლელი საავტომობილების გზა, აბუკაშვილი და რა ვიცი, მთლიანად ქალაქი სუფთა ამ დროისათვის. არაფერი არ ფიქსირდება ამ წუთებისათვის და ყველგან მიეწოდება გაზი, დენი, იწმინდება რამოდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში გზები. გაიწმინდა ქალაქში და მიმდინარეობს კიდევ დამატებითი გაწმენდა ქალაქში და ასე რომ ვთქვათ, ჯერჯერობით რაიმე შემახერხებელი პრობლემა არ გვაქვს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი კიცხი ხარაგაულის გზაზე დასაშვებია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის გზაზე კი დღის 3 საათიდან მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც აღდგენილია. გამომდინარე აქედან გზაზე გადაადგილება თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. სინოპტიკოსები ამინდის ცვლილებას ჯერჯერობით არ პროგნოზირებენ, მათივე ინფორმაციით თოვა რამდენიმე დღე გაგრძელდება. წინააღმდეგობის 3 წელი. 2022 წლის 24 თებერვალს ევროპის კონტინენტზე ომი დაბრუნდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ხანგრძლივი და დამანგრეველი მასშტაბური ომის სახელწოდებით დარჩება ისტორიას. ვლადიმერ პუტინმა ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოტივით ომის დაწყების ბრძანება 24 თებერვლის გამთენიას გასცა და რუსეთის არმია უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით შეიჭრა. სასტიკი ომის შედეგად უკრაინას დღემდე ყირიმის ჩათვლით თავისი ტერიტორიის 18%-ზე მეტზე აქვს დაკარგული კონტროლი. საომარი მოქმედებების წლებში უკრაინაში დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით ჯარისკაცი. ზელენსკი 50,000-მდე ასახელებს მათ ოდენობას, 10,000-ზე მეტი უგზო უკლოდ დაკარგულად ითვლება. ომის გამო მილიონობით უკრაინელმა დატოვა თავისი სახლი. საომარი მოქმედებების დაწყებიდან 3 წლის თავზე უკრაინას არაერთი ქვეყნის ლიდერი ეწვია, რომელთა განცხადებით უკრაინამ მსოფლიოს გამძლეობის ნამდვილი მნიშვნელობა აჩვენა და მშვიდობის პირობები სწორედ მან უნდა განსაზღვროს. მაკრონის თქმით, უკრაინაში მშვიდობა უნდა დაბრუნდეს სამართლიანად, მტკიცედ და ხანგრძლივად. გავრცელებული ინფორმაციით ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოზე შესაძლოა კენჭი უყარონ ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუციის პროექტს, რომელიც ომის სწრაფად დასრულებას ითხოვს. ამასთან რეზოლუციაში არ არის მითითებული, ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ. რეზოლუციას ერთი თანასპონსორი ჰყავს საქართველოს მთავრობა. გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვდა დახვეწას გაუმჯობესება სამთვალსაზრისით გადაიდგა ნაბიჯები და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება როგორც ონკოლოგიური პაციენტებისთვის, იმავდროულად ონკოლოგიური ექიმებისთვის, კლინიკებისთვის, რომელიც ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში საზოგადოდ და აწვდიან
სახელმწიფოს დაკვეთით სერვისებს ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ეს უკავშირდება ძირითადად ფინანსურ მოდელებს და თანამშრომლობას კლინიკებთან და გულისხმობს წესრიგის შეტანას, დახვეწას ამ თვალსაზრისით პროცედურების, რომელიც უკავშირდება უპირატესად, რა თქმა უნდა, დაფინანსების საკითხებს. პირველ რიგში ეს უკავშირდება ერთიანი სატარიფო პრინციპების შემოტანას, რომელიც ჩაანაცვლებს ერთგვარად გარკვეული ბუნდოვანების მქონე გარკვეულ რეგულაციებს და მეორეს მხრივ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მეტი წესრიგის, მეტი სიცხადის შემოტანის გზით პრაქტიკულად უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს კლინიკებისთვის, იმისთვის, რომ უფრო სტაბილური, უფრო უზრუნველყოფილი იყოს ის მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში გაეწევათ ონკოლოგიურ პაციენტებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმაა იმ თვალსაზრისითაც, რომ პრაქტიკულად ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ შემდგომი გაუმჯობესებებიც მოყვეს ამ მიმართულებით ონკოლოგიური პაციენტებისთვის აუცილებელი სერვისების განვითარებას. რაც შეეხება საკითხის შინაარსობრივ მხარეს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით საყურადღებო ერთ-ერთი მიმართულებაა თვითონ სერვისის შინაარსის ახლებურად განსაზღვრა. ეს გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად ერთგვაროვანი, უნიფიცირებული, უნივერსალური მომსახურება განხორციელდება ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რაც გულისხმობს პრაქტიკულად მინიმალური, ასე ვთქვათ, პაკეტის განსაზღვრას, რა აუცილებელი პროცედურები იქნება განხორციელებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აისახება ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობაზე, მათ კეთილდღეობაზე, იმდენად, რამდენადაც გააუმჯობესებს მათ ექიმებისა, ექიმების პროფესიონალების და კლინიკების სტაბილურობას ამ თვალსაზრისით იქნებიან უფრო მეტად ორიენტირებული, უფრო მეტად განვითარებული საიმისოთ, რომ რაც შეიძლება უკეთესი ხარისხის სერვისი შესთავაზონ ონკოლოგიურ პაციენტებს. ახალი მოწესრიგება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კლინიკისთვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის არსებობას, ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საიმისოთ, რომ აბსოლუტურად ცხადი იყოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კარგად პროგნოზირებადი და დაგეგმვადი იყოს ამ სერვისების მიწოდება. და იმავდროულად, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს არის, რომ ამ ტარიფების შესაბამისი მომსახურების კაფიოდ განსაზღვრა განხორციელდა. სად რამდენი ანალიზი უნდა ჩატარდეს, სად რამდენი იქნება, ვთქვათ, განსახორციელებელი პროცედურები და ყველაფერი ეს დარეგულირებული იქნება ამ ახალი ნორმატიული აქტების მეშვეობით. საკითხი მათ შორის გულისხმობს იმას, რომ აი სირთულეები, რომელიც ახლდა თან აი ამ არამკაფიო, არაცხად რეგულაციებს შეიძლება სწორედ ეს განაპირობებდა გარკვეულ სირთულეებს ანგარიშსწორების თვალსაზრისითაც. ეს პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ გადაჭრილი და გადაწყვეტილია, ჩვენ შევთავაზეთ სამართლიანი პირობა მთლიანად სექტორს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აისახება მათ საქმიანობაზეც და ამ ურთიერთობების უფრო სწორად მოწესრიგებაზეც. მინდა ვთქვა, რომ მთელი ეს პროცესი ჩატარდა ძალიან აქტიური ჩართულობით ონკოლოგიური ონკოექიმების ჩართულობით და მეორეს მხრივ თვითონ კლინიკებიც ამ ყველაფერში აქტიურად ჩართულები იყვნენ, რამაც რა თქმა უნდა განაპირობა, რომ პრაქტიკულად მზად არის სექტორი საიმისოთ, რომ ეს სიახლე მიიღოს ერთის მხრივ და პოზიტიურად შეეგებოს ამ სიახლეებს. რეალურად იმპლემენტაციაც დაიწყოს პრაქტიკულად პირველივე დღეებიდანვე ყოველგვარი გართულებისა და სირთულეების გარეშე. ერთი დღე ჭადრაკთან ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის სკოლაში ღია ტურნირი გაიმართა ჭადრაკში მოსწავლეთა შორის. ასპარეზობის 30-მდე მონაწილეს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში თავისი ნიჭისა და ცოდნის გამოვლენის სრული შესაძლებლობა ჰქონდა. ჭადრაკი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სპორტია. 2 წელია ვთამაშობ, მაგრამ უკვე ბევრი წარმატება მივაღწიე, საქართველოს ჩემპიონატზეც გავდივარ და ყველა ტურნირზე დავდივარ. ეს ტურნირიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. იმედი მაქვს, რომ ბევრჯერ ჩატარდება და უფრო მეტი მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. ასევე ისეთ ნერვიულობდი, მაინც ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია ჩემთვის და რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობ და მიხარია, რომ გავედი საპრიზო ადგილზე. დღევანდელი გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მეორე დავიღე სულ ჩავსახში პირველი ადგილი და ემოციებში ვარ, დიდი ემოციებში. ამ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩემს ცხოვრებაში, რადგან დიდი გამოცდილება მიიღე და შემდეგში გავამარჯვებ.
ეს დღე ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვთამაშობდით ღია კატეგორიის ტურნირში. იყო ბევრი პატარა თუ დიდი ბავშვი. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო აქ თამაში. მე ძალიან მიყვარს ჭადრაკი. მე ეს ტურნირი გავიმარჯვე და ყველა პატარას თუ დიდს ვუსურვებ დიდ წარმატებას. მოსწავლეთა ღია ტურნირი 7 ტურად ჩატარდა. მისი ორგანიზატორი საჭადრაკო კლუბი ზესტაფონი იყო ჭადრაკის ადგილობრივ ფედერაციასთან ერთად, რომლებმაც გამარჯვებულ მონაწილეებს შესაბამისი პრიზები გადასცეს. ძალიან გახარებული ვარ ყველაფერმა. თითქმის ისე ჩაია როგორც დაგეგმილი იყო, რაც თავარია მონაწილეები კმაყოფილები იყვნენ, დაკავდნენ ეს მნიშვნელოვანი დღე ჭადრაკით და ასე ბევრი მოთმინებით, შრომით, თავდადებით და თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობებით აჩვენეს ის, რომ არამხოლოდ ესე იგი ასაკს მარტო ასაკზე არ არის ჭადრაკი, ეს გონებრივ შესაძლებლობებზეა, ფიზიკურ შესაძლებლობებზეც არის და აჩვენეს ის, რისი გაკეთება შეუძლია. გამოცდილებისა და ინტელექტუალური ზრდის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს ჭადრაკის ადგილობრივი ფედერაციის ხელმძღვანელი მსგავსი ტიპის ტურნირების ჩატარებას რეგიონებში და მოსწავლეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი ითამაშონ და უყვარდეთ ჭადრაკი. რა თქმა უნდა, ასეთი ტურნირები აუცილებელია. ეს იყო ერთ-ერთი მინი ტურნირი, რომლის გამართვაც მივესალმები ყოველთვიურადაც რო გაიმართოს ძალიან კარგი იქნება. ახლახანს დასრულდა ტურნირი, საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. მე მადლობა მინდა ჩემს საბას ალალიძეს უთხრა იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელებაც ორგანიზაციაც მის ხერხზე გადავიდა. დიდი მადლობა მას ამისათვის და მომავალში მე მგონი, რომ ბავშვებმა სხვა თუ არაფერი ისწავლეს დაფასთან მოქცევის წესები, ისწავლეს საათთან მუშაობის წესები, ისწავლეს თუ როგორ უნდა წარმართონ პარტია და ისწავლეს მოგება წაგების გემო გაიგეს, რაც თავარია. და ამის მერე უფრო დიდ ტურნირებში, სხვადასხვა ქალაქებში ჩვენთან სტარდება ანალოგიური დიდი ტურნირი. საფულის აგვისტოს თვეში ვატარებ ხოლმე. ასე რომ იმედია ახალი თაობა კიდევ წამოვა და ჭადრაკს დაფასება ექნება ზესტაფონში. თამაშონ ჭადრაკი, უყვარდეთ ჭადრაკი. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს ორგანიზატორების მიერ რეკომენდაცია გაეწევათ რეგიონალურ ტურნირებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით.